რევოლუციისკენ მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ქვეყნის ქალაქის პარალიზებას პირდაპირ მოსახლეობას და მუნიციპალური სამსახურების გაფიცვებს უდგებიან სათავეში. რას გაგეგმებიებს რეალურად? 4 ოქტომბერს რაც შემიძლია გითხრათ არჩევნებში გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმებთ გამარჯვებას, არანაირი რევოლუცია, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუ კი ვინმე გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება, რა თქმა უნდა, ასევე კანონის ფარგლებში. კურიერის ინფორმაციით პაატა ბუჭულაძე და მურთა ზოდელავა შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ შეხვდნენ ბაჩო ახალაიას, ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებებიც გვაქვს. ჩვენ საუბარია ერთ-ერთ სადარბაზოდან გამოდიან მურთა ზოდელავა და პაატა ბუჭულაძე. იყო თუ არ მუდმივად არის საუბარი, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. თვლით თუ არა, რომ ეს ერთ-ერთი შეხვედრაც უკავშირდება იმას, რომ 4 ოქტომბრის გეგმები და სცენარი განიხილონ. არ ვიცი ხა. ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებებზეა საუბარი. კი ბატონო. ესე იგი, არ ვიცი, ვისაც რა უნდა, სადაც უნდა ის შეხვედრა გააკეთოს და ვისაც უნდა იმას შეხვდეს, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი ვინმე დააპირებს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას მოყვება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციები, მუშაობს ჩვენი შესაბამისი უწყებები, სამსახურები. ერთი, რაზეც შემიძლია ვისაუბრო და გარანტია მივცე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქვეყანაში გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე. ბატონ საქართველოს ბუჭულაძეზე კითხავთ დაანონსა, რომ მან დაანონსა, რომ 4 ოქტომბერი არ იქნებაო აქცია, არამედ იქნებაო ეროვნული კრებაო და ასევე განაცხადა, რომ დროებითი ტექნიკური პაატა ბუჭულაძეზე არ ვიცი, პაატა ბუჭულაძეზე შეუძლებელია სერიოზულად საუბარი. ერთი წუთი, პაატა ბუჭულაძეზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია. დააკვირდით ადამიანი რას ლაპარაკობს, რა ტიპის განცხადებებს აკეთებს. საერთოდ არალოგიკურია მისი მხრიდან გაჟღერებული მესიჯები. აი მარტი მაგალითს გეტყვი, ამას რამდენიმე დღის წინ სოციმედიაში შემთხვევით ვნახე ინგა გრიგოლიასთან მისი ინტერვიუ. აი უყუროს ნორმალურმა ადამიანმა ყველა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ამ ვიდეოს და მე მგონი ყველაფერი ნათელი და ცხადია. ტექნიკური ჩანაწერი სადაც არის საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები რეგიონებში ადამიანებს ეუბნებიან, რომ მარტში იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არის პარტიაში ამაზე სრული სისულელი, ჩვეულებრივი სისულელი, არანაირი ვადამდელი არჩევნები იქნება, როცა ამის დრო მოვა 2028 წელს დაელოდეთ, იქნება საპარლამენტო არჩევნები. გამოდის თუ შეიძლება დავასრულებ ამ კითხვას, ანუ გამოდის რომ თქვენი პარტიის სახელით, ქართული ოცნების სახელით მიდის ამ მრჩეველზე. გამოდის ის რომ ააფცელებთ ციცრუეს, ფალსიფიკაციას, არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ, რომ ეს არის ქართული ოცნების მასაუბრებს, საერთოდ არ მაინტერესებს ძლიერი საქართველო და თქვენ ერთი ხართ, არაფრით არ განსხვავდებით ერთმანეთისგან, ხართ რადიკალების წარმომადგენლები, ხართ უსამშობლო აგენტურები, არანაირი საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე. თქვენი პარტია თუ შეიძლება ეს არჩევნებს მინდა კითხოთ ნაციონალური მოძრაობის რასთან დაკავშირებით? საკონსტიტუციო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის აქტივობასთან დაკავშირებით რა მიზანია? არ ვიცი. ბატონო საქართველოს პარტიასთან დაკავშირებით გითხრათ უნივერსიტეტში ფრანკლინის კლუბის რეინკარნაციას ხედავთ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებზე ტრენინგები ტარდება, სადაც რევოლუციაზე საუბრობენ, რევოლუციის მართვაზე მიდის საუბრები და ასევე რომ ტერორიზმი არ არის ცუდი აქცია. მივხედავთ, ყველას მივხედავთ, ყველაფერს რაც არის საჭირო კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოყვება. თქვენ ხო გახსოვთ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა უზარმაზარი თანხები ქვეყანაში, რაც ხმარდებოდა ყველანაირ ბოროტებას, ყველანაირ სიბინძურეს.
ხმარდებოდა ექსტრემიზმის დაფინანსებას, მოძალადეების სახალისებას. დღეს უკვე უნივერსიტეტების გამოყენებით აკეთებენ ამ ყველაფერს მიეხედება. ყველაფერს დრო მოვა. თქვენი პარტია დასავლეთის და ცივილიზებული სამყაროს რიგითი ქვეყნების მიერ არ არის აღიარებული როგორც ლეგიტიმური ძალა. ამ პირობებში თქვენ აპირებთ, როგორ აპირებთ ძალაუფლების შენარჩუნებას იმ ფონზე, როდესაც კომუნიკაცია დასავლეთთან ოფიციალურ მაღალ დონეზე არ გაქვთ და როგორ აპირებთ აი ასე იზოლაციაში გაქცევა? თქვენ აკაცუკებმა უნდა გაიგოთ ერთი რამ. და უნდა იყოთ ამაში ჩამოყალიბებული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის რომ გაღიაროს ქართველმა ხალხმა. ამ ქვეყნის პატრონი, ხელმძღვანელი, მთავრობა არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. გაითავისეთ ეს, გარედან ვერ იმართება ეს ქვეყანა. მორჩა, დამთავრდა. აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცეები გარედან მართავდნენ ჩვენს ქვეყანას. რადგან ქვეყანას მართავს პატრიოტი, ეროვნული ქართველი ხალხის მიერ. მისი აღმატებულება ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და ხელისუფლება, რომელსაც ქვია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. იზოლაციაში და გარედან ეხლა ვიღაცამ თითის დაქნევის გველაპარაკოს, ეს მიუღებელია და ჩვენ არ გადავდგავთ ისეთ ნაბიჯებს, რომ დავაზიანოთ საკუთარი ქვეყანა, დავაზიანოთ ქართველი ხალხი. გლობალური ომის პარტია, ეგრეთ წოდებული Deep State, რომელიც არის მტერი არა მხოლოდ საქართველოს, ზოგადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წარმოადგენს ძალიან დიდ ძალას. პრეზიდენტ ტრამპის დაპირებაც გაიხსენეთ. ერთ-ერთი მთავარი დაპირება არის გლობალური ომის დამარცხება. შესაბამისად, გაველოდოთ ჩვენ ამ პროცესებში ძალიან გულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს. მადლობა. თქვენი საგარეო ბატონო გასთან დაკავშირებით წერა კითხვით, ანუ არ ვიცი რა გქონდეს, მაგრამ თეა წულკიანმა მათ შორის პირველი არქის ეთერშიც განაცხადა ამაზე, რომ პარლამენტის ეგიდით მზადდება ეს დოკუმენტი გულისხმობ კომისიის დასკვნის საფუძველზე, რის შემდეგაც მიიღება ნაციონალური არ ვიცი, თემას არ ვიცი. არ ვიცი, თემას არ ვიცი, თუ გამიჭირდება განსხვავება. ოპოზიცია 4 ოქტომბერს თუ გაიმარჯვებენ არჩევნებში, ანონსებენ რა ის ოპოზიცია, რა ის გამარჯვება, ვინ უნდა გაიმარჯვოს, კვდრები ხართ, აფარჩაკებულები ხართ, ვინ რა უნდა გაიმარჯვოს, სად უნდა გაიმარჯვოს, სირცხვილია უბრალოდ. გაათავისუფლებენ სამართლოდ დაკავებულ პატიმრებს. რეალობას ხართ აცდენილი. რეალობას ხართ აცდენილი. ამ ქვეყნად არ ხართ. ვინ რა უნდა გაიმარჯვოს, ვინ რა უნდა გაანთავისუფლოს, გაუბედურებულები ხართ, გაფარჩაკებულები ხართ, რა ვიცი, არანაირი რესურსი არ გაგაჩნიათ, არც პოლიტიკური, არც ადამიანური, შინაარსისგან დაცლილები ხართ. საერთოდ რაზე საუბრობთ? დაბრუნდით დედამიწაზე, არ ხართ ამ ქვეყნად.